გორსა ზედა მაღალსას დგას ეკლესია ქებული. წინუდის ტყვარი მდინარე შორის კერძოით რებული. სხვა მხარეს ყესა მოუწავს ზოგან კი გამონდრებული. შიგ სუფევს ჯვარი ცხოველი ქრისტიანთაგან ქებული. დილის პირველ სხივებთან ერთად გორი ჯვარი ნელ-ნელა ცის ფონზე იკვეთება. შეგვეციოს გორი ჯვრის მადლიო, ასე ილოცებიან გორელები. ალბათ სწორედ ამიტომ არ წყდება აქ მომლოცველთა ნაკადიც. რადგან ამ სალოცავიდან ადამიანები შინ მხოლოდ იმედით კი არა, მადლიერების განცდითაც ბრუნდებიან. ადამიანები ამოდიან არა მხოლოდ თხოვნისთვის, არამედ სამადლებლად იმ სასწაულებისა, რომელიც მათ ცხოვრებაში ხდება. ეს არის ადგილი, სადაც მათი ლოცვა შესმენილი არის და ერთი ადამიანი იყო თურქეთიდან ჩამოსული, სადაც ესეთ საშინელი დიაგნოზით წავიდა და წმინდა გიორგის მეოხებით, როგორც თავად აღნიშნავს, მოხდა სასწაული და დღეს ის მოკლედ სრულად განკურნებული არის. იმ სულიერი მნიშვნელობის მიღმა, რომელიც დღეს გორი ჯვარს აქვს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია დგას. წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით, აქ ადრექრისტიანულ პერიოდში პირველი ჯვარი აღიმართა, რომელმაც ეს ადგილი განსაკუთრებულ სულიერ ცენტრად აქცია. როგორც წესი, იმ ეპოქაში, სადაც ჯვარი იდგმებოდა, მალევე ტაძარიც შენდებოდა, რის გამოც მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამავე პერიოდში აქ ეკლესიური ნაგებობაც უნდა არსებულიყო. ამ ადგილის ისტორია იწყება მე-4 საუკუნეში, როდესაც აქ იდგმება პირველი ჯვარი. ადრე ქრისტიანულ ეპოქაში წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების შემდეგ მოგეხსენებათ, იქმნება 3 ჯვარი. ერთი ჯვარი იდგმება ჯვრის მონასტერში, მეორე ჯვარი უჯარმაში, ხოლო მესამე ჯვარი თხუთის მთაზე. გარდამოცემით ამ ჯვრების დარჩენილი მასალისგან იქმნება ჯვარი, რომელიც აღიმართება აი ამ ადგილას. მომდევნო საუკუნეებში ჯვარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გადმოცემით, ალექსანდრე მეფემ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ იგი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა, რითაც მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გააძლიერა. დღეს ეს უნიკალური სიწმინდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, ხოლო მისი ზუსტი ასლი 1989 წელს სპეციალურად დამზადდა და გორი ჯვრის ტაძარში კვლავ დაბრუნდა. იმ ადგილას, სადაც მისი ისტორიული გზა დაიწყო და სადაც რწმენის უწყვეტი ხაზი დღემდე არ შეწყვეტილა. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ დროს უკვე საქართველოში ფართოდ არის ცნობილი ამ ადგილის სიწმინდის და ამ ადგილის სასწაულმოქმედების მოკლედ ძალა. ჯვარზე აღბეჭდილი არის ცენტრალურ ნაწილში მაცხოვრის ჯვარცმის სცენა, ღვთისმშობელთან და ნათლისმცემელთან გამოსახულებით, სხვა დანარჩენ ნაწილებზე აღბეჭდილი არის წმინდა გიორგის ცხოვრების და მისი წამების აღბეჭდელი რელიეფური ხატები. ამ ჯვარში ასევე ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით იყო ჩატანებული წმინდა გიორგის ნაწილი, წმინდა ნაწილი. ამავე ტაძარს უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადმოცემა საწინამძღვრო ჯვრის შესახებ, რომელიც ისტორიული ტრადიციის მიხედვით ქართველ მეფეთა ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ომისა თუ ლაშქრობის წინ მას თან მიაბრძანებდნენ, როგორც რწმენის და მფარველობის სიმბოლოს. საქართველოში ცნობილი არის გორი ჯვარი, იქიდანაც რომ გარდამოცემით და ზოგიერთი ისტორიკოსის წყაროებზე დაყრდნობით, აქ ინახებოდა საწინამძღვრო ჯვარი. ამიტომ გარდამოცემით ამ ადგილს ხშირად უკავშირებდნენ თამარ მეფეს და სხვა ბევრ მეფეს, რატომ? იმიტომ რომ ამ მონასტრიდან წაღებული ჯვრით ხდებოდა წინამძღოლობა ჯვარისა. გამარჯვებით დაბრუნების შემდეგ ხდებოდა აღვლენა სამადლობელი ლოცვისა ამ მონასტერში. 1920 წლის
მიწისძვრის შემდეგ აქ მხოლოდ ნანგრევები დარჩა. დროის ამ მონაკვეთმა მძიმე კვალი დატოვა. გორიჯვარი და მის ირგვლივ არსებული ისტორიული ნაგებობები ნანგრევებად იქცა. ეს ნანგრევები ჩანს აი ამ ადგილას, ქვედა ნაწილი ეს არის ძველი ტაძრის ნანგრევი, რომელზეც მოკლედ ზუსტად იგივე წყობა მეორდება უკვე ზემოთ, რომელიც 99 წელში არის აგებული. გარდამოცემით ამ ტაძრის საკურთხეველში იქნა დაფლული წმინდა გიორგის თავის ქალა. 1978 წლიდან გორიჯვრის ტერიტორიაზე ახალი ეტაპი იწყება. არქეოლოგიური კვლევები და ისტორიული ფენების შესწავლა. გათხრების შედეგად პირველი ტაძარი იქნა ამ ადგილას აღმოჩენილი. სწორედ ამ სამუშაოების შედეგად დადასტურდა, რომ აქ სხვადასხვა პერიოდის ორი ეკლესიის კვალი არსებობდა. აღმოჩენილი ნაშთები მერვე მე-9 საუკუნეებს და უფრო გვიანდელ პერიოდსაც განეკუთვნება. სწავლობთ აი ეს ხე დამოსული არის ძველი ტაძრის საკურთხევლის ადგილას. გეგმავთ სამომავლოდ გამოვაჩინოთ ეს ძველი ნანგრევი და უბრალოდ რაღაცა ისე შემოსაზღვრული იყოს, რომ ამ ადგილის ისტორია მოკლედ ჩანდეს ამ ნანგრევებითაც. ამ კვლევების პარალელურად მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იწყება ტაძრის აღდგენის პროცესიც. განახლებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 1999 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. ამ ტაძრის აღდგენა და განახლება ხდება ჯერ კიდევ კომუნისტურ საქართველოში და მისი აღმდგენი და ამ სამუშაოების ხელმძღვანელი არის ბატონი ვაჟა აბრამიშვილი. დღეს გორიჯვრის ტაძარი სრულად აღდგენილია. აქ მსახურებას დეკანოზი ლუკა კარელიძე აღესრულებს, რომლის ცხოვრებაც ამ სიწმინდეს ბავშვობიდან უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ სივრცეში ჩამოყალიბდა მისი როგორც სასულიერო პირის გზა. ტრაგიკული ბავშვობაა ჩემი. 9 წლის ასაკში დედა გარდაიცვალა და მამა მაირჩია სამონასტრო ცხოვრება. ოჯახში დავრჩით 3 ადამიანი, 3 კაცი, სამივე დღეს მემსახურებით უფალს. ფიქრობ დედის ლოცვით, მოკლედ და ღვთისწყალობით ინება ღმერთმა, რომ დღეს სასულიერო პირი ვარ და მემსახურები ღმერთს. ასეთ ისტორიებს აერთიანებს გორიჯვარი, ადგილი, სადაც თითოეული ადამიანის გზა საკუთარ სულიერ ისტორიად იქცევა.